დღეს ჩვენთან სტუმრად არის ბატონი თემური ჩხალიშვილი, ჩემი ქეთი ციკლაური. გამარჯობა. გამარჯობა. ქეთი, შემოგვიფასე. მეოთხე პირველი თებერვალია. კი, სამწუხაროდ. მეც და შენს გვაქვს ის დიდი სიცარიელი. რაუცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ასეა. ზოგჯერ გგონია ადამიანს, რომ აი თითქოს გუშინ იყო და ზოგჯერ გონია, რომ 400 წლის წინ, მაგრამ რეალობა გვეუბნება, რომ მხოლოდ 4 წელი გავიდა იმის მერე, რაც მამა აღარ არის ჩვენთან. და მადლობა შენ გია, რომ სულ გახსოვს და სულ აი ესეთ ყურადღებას იჩენ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, შიდა წრემს აქვს ეს მომენტი, რომ ზოგჯერ ავიწყდებათ, იცი? აი თავისივე ადამიანები, ვისაც აი ყურადღება და პატივი უნდა სცენ. თუნდაც უკვე გარდაცვალების მერე და შენ ბრავო ამისთვის, რომ ყოველთვის ხო, ყოველთვის გახსოვს. მე წარმოვიდგინოთ იმაჩნევა, თემოტიკაურის დავიწყება არ შეიძლება და რაც თავარია. მას არ ივიწყეს მისი მაყურებელი და მისი მაყურებელი და მსმენელი ეს იყო მთელი საქართველო და არა მხოლოდ შინ სამშობლოში ყოველთვის მიკვირს ის მომენტი რომ აი მომავალ თაობებში გადადის ეს ანუ მშობლები ასმენინებენ თავის შვილებს და თითქოს და აი ვთქვათ უკვე ჟანრობრივად სხვა მუსიკალური გემოვნებით გაზრდილი ახალგაზრდობა თითქოს არ ნახსოვდეს თემურის მუსიკა და რამდენია იცი ვისაც უყვარს და აი არ ვიცი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი და მომღერალია თემური. ეს ძალიან გასაკვირია და ძალიან გასახარი და მადლობა იმ თაობებს, ჩვენ თაობას, ჩვენი მშობლების თაობას, ვინც არ ივიწყებს და თავის შვილებს ამას ასმენინებს და ასწავლის. დარწმუნებული ვარ, ეს ასე იქნება, იმიტომ რომ გადაჭარბების გარეშე თემურმა მოახერხა და თავისი სათქმელი ისე ჩამოაყალიბა ხელოვნებაში და დატოვა ისეთი შემოქმედება, რომელიც აი ხრმად ვარ დარწმუნებული ამაში, რომ გაუძლებს საუკუნეებს. მიუხედავად იმისა, რომ საესტრადო ხელოვნება სწრაფ ცვლილებას ექვემდებარება და მოდა თუ მიმართულებები სწრაფად იცვლება, ამ სფეროში არის რაღაცა მარადიული და მთავარი, რომელიც უძლებს დროს და უძლებს სხვადასხვა თაობების კაცრ ესთეტიკურ გამოცდას და აი თემურის შემოქმედება სწორედ ასეთია. გია, ბოდიში რომ გაწყვეტინებ, იცი კიდე რა მომენტია, იმდენად ვრცელი იყო მისი რეპერტუარი ჟანრობრივად. რომ ამაშიც რაღაცა ის საფუძველი არის, მხოლოდ ერთ ჟანრში რომ ყოფილიყო, მთლიანად რეალიზებული, კიდევ თქვათ რაღაცა ეჭვი გვექნებოდა. ნუ ეს ძალიან ფართო სპექტრი იყო და მე თან ხმე. აბსოლუტურად გეთანხმები, თან ამინდა იცი კიდე კითხო და შეგახსენო კიდეს რომ წარმოიდგინე ჩემს და შენ თვალწიხდებოდა ეს ყველაფერი ხა მას ჩვენ კულისებში ვიყავით, ბავშვები ვიყავით, მოზარდები იმ ასაკში და გვახსოვს რომ 40 სპექტაკლი 10 დღის მანძილზე. ანუ დღეში 4 სპექტაკლი, თოვლის ბებოს ზღაპარი სახალხო პერიოდში ტარდებოდა. ბუფეტში თამაშები, ცივილები, დერფნები. და წარმოიდგინე, თემური ისე იყო დადგმა მასში განხორციელებული, რომ გერვასის როლში, მთავარ როლში, სცენიდან ვერ გადიოდა. ანუ არც ერთი ეპიზოდი არ ქონდა, არ ტოვებდა არც ერთ. 4 სპექტაკლის განმავლობაში და მე არ მახსოვს სპექტაკლი, არ მახსოვს კონცერტი თემურს ან ჩაეგდოს, არა მარტო შემოქმედებითი ხარისხით. უბრალოდ ხმა რაღაცა ნახევარ ძალით რომ მემღერა ან გაეკეთებოდა. გასაოცრება იყო ეს. აი როგორ ახერხებდა რომ თან ეს მარტო 4 სპექტაკლი ხო არ იყო, კაცო, მერე იყო ბანკეტი, რომელიც ჩათვალე მეხუთე და მეექვსე სპექტაკლი იყო, მაგრამ ეტყობა რაღაცა ეს პიროვნული მასშტაბია მაინც და მთელი აი ამ ანსამბლის რაღაცა ეს ბედის წერა. იმიტომ რომ მართლა განსაკუთრებული ანსამბლია ივერია. გია, იმიტომ კი არა რომ ჩვენია და ყვარს, იმიტომ რომ ობიექტურად ვაფასებთ. ალბათ აი ეს პოტენციალი ქონდა რაღაცა ზე და ყველა ანსამბლის წევრს ესე ქონდა. უბრალოდ იმაში იყო ამოცანის აი ეს რაღაცა იდუმლო სახსნა, რომ ეს იყო სინთეზი. თითოეულს ქონდა თავისი დამახასიათებელი მკვეთრი პიროვნება, მაგრამ სინთეზში აი ამ ერთ დიდ ზღაპარს ქმნიდნენ, რომელსაც ივერია ერქვა. და რა თქმა უნდა, თემური იყო უდაო ლიდერი ამ ანსამბლის, წამყვანი სოლისტი და ქონდა ეს რაღაცა ალბათ ტიტანური ენერგიები ქონდა, არ იღლებოდა მართლა. ნუ და გარდა მაგისა იყო უმაღლესი დონის პროფესიონალი. აბსოლუტურად გეთახმები ამაშიც და აი გარდაცვალებამდე არც ისე დიდი ხნით ადრე ჩვენმა დიდმა მაესტრომ და დიდმა მეგობარმა ანსამბლი ივერიისა ბატონმა ვაჟა აზარაშვილმა აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და დიდი სიყვარულით მოვიგონებ მასას. ასეთი რამ მითხრა რომ დროთა განმავლობაშიო თემური ჩამოყალიბდა დიდ მომღერლად და ნატიფი შესრულების დიდ ოსტატად. ისე ზუსტად ჩაწვდა აი ამ ნიუანსებს და მაყურებელმა ძალიან კარგად იცის და შესაძლოა ჩვენზე არანაკლებად. როგორი იყო თემური სცენაზე. მაგრამ მოდი ის უთხრათ როგორი იყო თემური სახლში, ოჯახში.
მის უსაყვარლეს შვილიშვილთან, რომლის დაბადება იქცა რაღაც ახლიდან დაიბადა თვითონ და ეს იყო ბედნიერების პიკი. როგორი იყო საქმე? თემური ყოფით ცხოვრებაში იყო ძალიან უბრალო. ძალიან უბრალო, აი არაფერი დიდი ისეთი არ ჭირდებოდა. რაც მთავარია ჭირდებოდა სიმშვიდე, იმიტომ რომ იმდენად აქტიური ცხოვრება ქონდა და მაინც ახლა იხარჯებოდა სცენაზე ჩვენ კი ვთქვით, რომ ტიტანური ენერგიები ქონდა, მაგრამ ყველაფერს ჭირდება კი ბატონო რესტარტი და ამიტომაც აი ამას ვუქმნიდით, იცი, რაღაცნაირად ყველას ქონდა ჩვენი რაღაცა პატარა სამყარო, ამერთდით ჩვენს სამყაროში, რომელსაც ჩვენი ოჯახი ქვია, ღვათა შორის იყო საოცარი მზარეული, არ ვიცი, მე ხშირად მიხსენებია და ჩვეულებრივ ინტერვიუებშიც მისნაირად ხინკალს კაცი ვერ ახვევდა. ეგ არის მონსტრები. მარტო ხინკალი არა, კიდე ძალიან რამოდენიმე ესეთი, მაგრამ ბუღლამას აკეთებდა სასწაულად. ან ხორცის რაღაც ისეთ სადილებს. აი სულ სხვანაირი გემოდა რაღაცა, ისე აკეთებდა რაღაც ძალიან გამოსდიოდა. მაგალითად უყვარდა ტოლმის გაკეთება და დედას არ უყვარდა და სულ ეზარებოდა რა უნდა ამას და სწრაფად დაიწყებდა ყველაფერს გააკეთებდა ყოჩაღად. იყო ძალიან ყურადღებიანი, ოჯახისთვის ყველაფერს აკეთებდა აბსოლუტურად. და შენახსენე ჩემი შვილი ანდრია, რომელიც ნამდვილად ძალიან უყვარდა და ფაქტიურად მამობა გაუწია, იმიტომ რომ ანდრია იყო ძალიან პატარა, როცა მე მეუღლეს გავშორდი და რა ვიცი, თავისი რაღაცა ესეთი კაცური ურთიერთობები ჰქონდათ. ერთად დადიოდნენ, ხშირად სადღაც სანამ პატარა იყო ანდრია, ხან პარკში მიყავდა, ხან ზოოპარკში, ხან ცირკში, ასე ერთად დადიოდნენ და რო გაიზარდა, მერე უკვე რაღაცა ისეთი თავისი რაღაც საუბრები ჰქონდათ ცხოვრებაზე, ფილოსოფიაზე და ასე შემდეგ. ანდრია ამას იხსენებს და ნამდვილად იძახის. რა ბედნიერი იქნებოდა ახლა ანდრიას ბედნიერებას რომ მოსწრებოდა, აი წარმომიდგენია ხა თემურის. კი, იქნებოდა, რას იზავ. ერთი რამ მინდა კითხო. რას ეტყოდი თემურს ახლა აი ხო იყოს ჩვენთან ერთად? აი, გია, იცი რა შეასაქმე? სამწუხაროდ ჩვენ ისევ ცხოვრობთ ხოლმე შვილები. შეიძლება არის გამონაკლისი, მაგრამ არ მგონია, რომ ჩვენი მშობლების მემატიანები არ ვართ. ჩვენი ცხოვრებით ვცხოვრობთ. ხშირია რაღაცა გაუგებრობები, ხან გეწყინება, ხან შეელაპარაკები, ხან გაებუტები. ეს ჩვეულებრივი ამბავია, ყველა ვართ ადამიანები და რატომღაც ხდება ისე, რომ არეუბნებიან ხშირად მშობლებს, რომ ძალიან უყვართ. ამას ვნანობ და ეხლა ვეტყოდი ამას, იცი? ამას მივხვდი მაშინ, როდესაც თემური წავიდა, რომ ბოლო პერიოდში მაინც რაღაცა გატყდა ეს ჩემი ხასიათი და მისიც ესეთი რაღაცნაირი. მაგრამ ცოტა იყო ეს, ვეფერებოდი და ვეუბნებოდი, როგორ მიყვარს, მაგრამ აი ეს დანაკლისის გრძნობა მაინც მაგ უფრო მეტი უნდა მეთქვა და უფრო მეტად უნდა მოვფერებოდი და ყველას გირჩევთ, ხალხნობისაც ყავთ ცოცხალი მშობლები, ყველამ უთხარით, როგორ გიყვართ და მოეფერეთ თქვენ მშობლებს და ეხლა ვეტყოდი, რომ ძალიან მიყვარს და მოვეფერებოდი. სხვა რა. შეიძლება რამოდენიმე შეკითხვა დამესვა ისე ჩვენთვის, არა ეთერისთვის. კი. კეთი, შენ ისე მოახერხე აი ეს მოფერება, ოღონდაც სიმღერით და სიმღერაში მასთან ერთად, აი იმ დუეტში, რომელიც ერთად მომამზადი და რომელიც შენთან ერთად მინდა ეხლა ჩვენი შოუს მაყურებელს შევთავაზო. მადლობა გია, მადლობა. მეგანა ასე ბევრი რამ მინდა მეგანა სურდაოდეს მე ბევრი ღიმილი მინდა სხვა არაფერი მეგანა ასე ბევრი რამ მინდა მეგანა სურდაოდეს მე ბევრი ღიმილი მინდა სხვა არაფერი
მე ვიცი თმებზე და მეთქოთობა მე ვიცი მალე სიბერეც მოვა შენ მხოლოდ შენ გულს მიკლავს შენი სიშორე მახშობ და ვერ მოგიშორე და რად მინდიხარ რატომ წური ხარ ასე არ ვიცი რას მერჩი რა დაგიშავე არ ვიცი რას მერჩი რა დაგიშავე ვიცი რას მერჩი რა დაგიშავე არ ვიცი რას მერჩი რა დაგიშავე Thank you.